მოდით მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ. სალამი ყველა სამღებრო სამუშაოები, ანუ მალიარკა, როგორც ჩვენში იტყვიან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამღებრო სამუშაოები იწყება საღებავის შერჩევით. და ამ შემთხვევაში ჩვენ შევარჩიეთ, ანუ ჩვენ მრავლობითში მივმართავ ჩემ თავს. ეს არის ისომატის საღებავი და ამ საღებავს ქვია Bath and Kitchen. ესე ქვია პირდაპირ. ეს არის მისი სახელწოდება, ანუ სამზარეულო და საფირფარეშო. გამომდინარე იქიდან, რომ აქვს დანამატები, ინგრედიენტები აქვს დამატებული, რომელიც იცავს ზედაპირს სოკოსაგან და მიკრობებისგან, ანტიმიკრობიალ, ანტიფანგალ, fungus არის სოკო და მიკრობები აგრეთვე და პლუს კიდე პრემიუმ ხაზია ეს ბერძნული ბრენდი, პრემიუმ ხაზი მათ ემულსია, paint ემულსიის საღებავი. For mold and fungi protection. ანუ იცავს ობისაგან და სოკოსგან. ამიტომ რეკომენდირებულია გამოყენება ამისი საფირფარეშოებში და სამზარეულოებში, გამომდინარე იქიდან, რომ უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს ეს მიკრობები თავს იჩენენ, სადაც ნესტია, ხო? ანუ იქ მრავლდება. და შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანებულია აქ სამზარეულო და მისაღები, დილემა მქონდა, რომელი ამომერჩია და ამოვარჩიე, ანუ არჩევანი მქონდა ან გადამეტარებინა ესე რომ ვთქვათ ეს საღებავი kitchen და bath მთლიანად ან ნაწილ მოკლედ ვარჩიე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩვენს მიერ რომ გამოგვეყენებინა ეს საღებავი მთელ ზედაპირზე, სრულ ზედაპირზე, სამზარეულოსი და შემოსასვლელი ოთახის ჩათვლით. ეხლა ეს საღებავი არის 3 ლიტრი. აი ამ მოცულობით არის კიდე ათიანები, არ ვიცი ამაზე ნაკლები შეიძლება არის ლიტრანახევრიანები, არ ვიცი. აქ უწერია 33-დან 39 კვადრატამდე coverage rendement, ანუ პავერხნასი და შრობის დრო არის 1-დან 2 საათამდე, recoat, ანუ მეორე პირი recoat time recoverment 3-დან 5 საათამდე. 5-დან 10%-მდე იხსნება წყალში
და შემდეგ შეგიძლია გამოიყენო როგორც ფუნჯით, აგრეთვე კატოკით, აგრეთვე პულვერიზატორით. მაგრამ ეს 33-39 ეს არის ფანტასტიკა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ მე მაქვს ზუსტად 29 კვადრატული მეტრი. რასაც გამოვიყენე ეს ფერი. რაც შეეხება ფერს, ეს არის უკვე არჩევანი, იქ ადგილზე შეგიძლიათ აირჩიოთ. ეს არის ანტიკური კრემი. ანუ კრემის ფერია, ოღონდ ანტიკური კრემი. ან ძველი ბერძნული. აი ესეთ ფერში იყო მათი კრემი. რო ამზადებდნენ ანტიკურ საბერძნეთში. და იქვე, რა თქმა უნდა, ეს ფერი გაამზადეს ადგილზე და შემდეგ შენამატებ უკვე წყალს. ამ შემთხვევაში 3 ლიტრაზე 10%, 300 მილილიტრი წყალი, მეტი აღარ დავამატოთ, გირჩევთ. და ეხლა რაც შეეხება დაფარვას, 29 კვადრატი პირველი პირი ერთმა შეკვრამ ძლივს დაფარა. თანაც ზედაპირი იყო უკვე დაგრუნტული, სრულად დაგრუნტული, დაშპაკლული, სრულად არ იყო დაშპაკლული, იყო მარტო დაშპაკლული სტიკებში და ხელოსანი, რომელიც მუშაობდა ამაზე, აი გავაკაჩინეო. ანუ კატოქს მერე ასრიალებდა კიდეც. აი ძლივს გავაკაჩინაო, ესე არ შეიძლებაო პირველ პირის დადებაო. მაგრამ ესე ვქენიო რა და გავაკაჩინე 29 და შემდეგ მეორე პირზე უკვე მეორე პირი მოკლედ 29-ზე ორი პირი წავიდა ზუსტად 2 ცალი 3 ლიტრიანი, ანუ 6 ლიტრას აღებაო. ეს არის ფასი. ამ საღებავის 5 ლარი ფერის დასმა. 90 ლარი ღირს თითო. კიდე არ ვიცი რა შეიძლება ეს უკვე სრული ინფორმაციაა. და მერე აქ უკვე ჩვენ სხვა ფერში გადავატარეთ დამატებითი და შესაბამისად ეხლა მზად ვართ რომ ჩავიბაროთ საქმე.